შემოსავალი მხოლოდ არსებობისთვის, მხოლოდ იმისთვის, რომ გადარჩნენ, იცოცხლონ, ისუნთქონ. ისიც, რა თქმა უნდა, თავისუფლად არა. თავისუფლად სუნთქვა ძნელია, როცა შემოსავალი ორ სულზე ნაწილდება. ხანდაზმულობის პენსია და სოციალური დახმარება. Აღარ რო გახდა მეუღლე ძალიან გვიჭირდა, წამლების ფული არ აქვს. Altfel იქ მივედით იმქაზე სოციალური დახმარების აგენტრო არის. Ოდო ეს დავწერეთ განცხადება. Ის შემდეგ შეგვამოწმეს ნახეს ბინა და ახალეს ჩვენს შეამოწმეს ყველაფერი ჩვენი მონაცემები რაც განაცხადში ჰქონდა დაწერილი. იმის მიხედვით დაგვენიშნა. ორი სული ხო არ ჩვენ ერთ შეძლება 60 ლარი ახლა ამჟამად და მეორე წელს შეძლება ოჯახის წელს 48 ლარი. სული და 100 ლარი ამჟამად. სანამ ეს გაორმაგდებოდა მანამდე ვიყავით 55 ლარს. ცოლ-ქმარი მეოთხე წელია სოციალური დახმარების იმედით ცხოვრობს. ქალბატონი მარგალიტა მძიმედ ავადმყოფ მეუღლეს სუვლის. თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თანხა, რომელსაც ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებს, ექიმის მიერ დანიშნულ ძვირად ღირებულ წამლებში იხარჯება. ოთარის 2009 წელს დაიმართა ეს თან პროსტატაც აქვს გონებრივადაც ვერ არის შეზღუდულია. ჯერჯერობით მასერია გიმაქვა სხვადასხვა ხელებს ის მომიზროთ აი ხელი პარტიზონის ავადმა დამინახა წვევები მქონდა წამალი დროულად ვერ მიიღო. ამჟამადაც შეტანილი მაქვს განცხადება წამლებს იმასე რა ჯერჯერობით არაფერი დაურეკიეთ არაფერი არ ითქვით. ძირითადად წამლებში მიდის ჩვენი ფული რა. წამლები ღირს ძალიან ძვირი. აი ოთარის 3 წამალი ჭირდება 4 წამალი. ეს წამლები ესე იგი ხანგრძლივად ერთი წამალი რომელიც მაწუწლებს და ხელების კანკალი ვარ დამაწვევინოს. იმ წამალს დაჭირებით დღეში 3 ჯერ დამინიშნა ეკიმა და 2 ჯერ ძლივს ძალიან აი მაგფრი ძალიან შეზღუდულები ვართ რა. ეკონომიას ვაკეთებთ რა. თავიცი ზამთარში კლიტა გვქონდა იმ ფაქტებით. ერთმანეთის მოვლა, ერთმანეთზე ზრუნვა და ფიქრი მომავალზე, მომავლის იმედი და რწმენა, რომ აუცილებლად რაღაცა შეიცვლება. ძალიან ნელ-ნელა დავდივარ, მაგრამ მაინც ღირსის წყალობით დავდივარ გარეთ. მომარაგებელი მე ვარ ოჯახში. ამას არ შეუძლია ქრომით ჩასვლა. მე მომაქვს ყველაფერი მივაკეთებ, რა ვიცი. სოციალური დანაშაული არავინ არ გახმარება. არავინ არ იცის ჩვენამდე არ დავმოწმეციან. მე მგონი მოკლებით არ მოგვაკლებენ და მომატებით მომიმატებენ ალბათ. რა მარტო ფულაც ვიღებ ჩვენ ამჟამად. გადახმარება არ მიგიღია. ეთასებისკენ წავედი. უნდა წავედი საუცილებლად. მძიმე სოციალური პირობები და ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა. ამ სევდიანი მოხუცების მსგავსად საქართველოში უამრავი ოჯახია სოციალურად დაუცველი, თუმცა ბევრი მათგანისთვის ეს სტატუსიც კი სანადრელია. სწორედ მათთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი, უფრო დახვეწილი და მაქსიმალურად ობიექტური სისტემა ამოქმედდება.